ეკლესიის ისტორია მაცხოვრის, მსოფლიო გამომხსნელის და აგრეთვე მორწმუნე საზოგადოების ისტორიაა. ეს ისტორია ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველს ძველი აღთქმა ჰქვია, მეორეს ახალი. პირველზე ჩვენ დავასრულეთ თხრობა და უკვე ვიცით, როგორ შეიქმნა სამყარო და ადამიანი, როგორ ცხოვრობდნენ წარღვნამდე და როგორ განვითარდა იმ ხალხის ცხოვრება, რომელთაც უფალმა დაუდო აღთქმა, რომ გამოიხსნიდა მათ ცოდვისაგან, სიკვდილისაგან. ამისთვის კი მათთან გამოგზავნიდა მხსნელს. წინასწარმეტყველებიც გზა და გზა ახარებდნენ ხოლმე ამ დაპირებას ადამიანებს. ღვთის ამ დაპირების, მორწმუნე ადამიანთა და მისი მცნებების დამცველთაგან შეიქმნა შემდეგ ძველი აღთქმის ეკლესია. თავად სიტყვა ეკლესია პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს ადამიანთა კრებულს. სწორედ პატრიარქებმა, წინასწარმეტყველებმა, მართლებმა შემოიკრიბეს ებრაელები თავიანთ გარშემო და ამ კრებულით შედგა პირველი ეკლესია. თავდაპირველად იგი არ იყო არც მრავალრიცხოვანი და არც მტკიცე. ებრაელები ხომ ხშირად ივიწყებდნენ ღმერთს და იწყებდნენ კერპთაყვანისმცემლობას. მაგრამ გვერდით იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც წმინდად ინახავდნენ ღვთისგან ბოძებულ კანონს და შეურყვნელი რწმენით ელოდნენ მესიის მოვლენებას, მოიტანა იგი დღემდე. ღმერთმა თავისი დაპირება შეასრულა და იშვა მხსნელი იესო ქრისტე. მაცხოვრის შობით და მისი განკაცებით ადამიანის და კაცობრიობის ისტორიაში იწყება ახალი ცხოვრება, ახალი ეტაპი. როდესაც ადამიანს მიეცა საშუალება, რათა ის დაბრუნებულიყო ისევ სამოთხეში და ის თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაბრუნებოდა. და ამისთვის აუცილებელი იყო თავად ღვთის განკაცება, რადგან სხვას არავის არ შეეძლო ადამიანის ბუნების გამოსყიდვა. მხოლოდ მის შემოქმედს შეეძლო ეს. და როდესაც მაცხოვარი განკაცდება, ის სწავლებითაც, როგორც თვითონ სახარებაშია გადმოცემული და შემდგომში საღვთისმეტყველო განმარტებებითაც არის სწორედ ორი ბუნებისა, ადამიანისა და ღვთაებისა. ესე იგი, ის არის როგორც ღმერთი სრული, ის არის როგორც კაცი სრული. ოღონდ პიროვნება ნებებელი, განმახორციელებელი არის ერთი. ესე იგი, ერთ პიროვნებაში ორი ბუნება მოქმედებს. და ბუნება საერთოდ არსებითად ერთმანეთში არ ირევა. და როგორც არის ნათქვამი, ეს არის შეურევნელად შერევნული. შეიძლება შედარებით ვთქვათ, რომ ჰაერს ჩვენს ირგვლივ რაც არის, თავისთავად არ აქვს არც სითბო, არც სინათლე, არ გააჩნია ეს თვისება. თუმცა როდესაც მზე ანათებს მას და განათბობს მას, ნათელს მოფენს მას და მოიყვანს სიცხადეში. აი ასევე როდესაც ადამიანის ბუნებას შემოდის ღვთის ბუნება, მას განათბობს, განწმენს და ნათელს მოფენს და აღიყვანს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის იყო შექმნილი. სწორედ ასეთი რამ ხდება შედარებითად მიახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ ღვთის განკაცებისას. ღვთის განკაცებით დაიწყო სწორედ ადამიანის ბუნების გამოსყიდვა. გამოისყიდა ადამიანის ბუნება. ხოლო ყველა ჩვენგანს მიეცა საშუალება თავისივე ნებით მიიღოს ეს გამოსყიდვა და ეს მადლი ან არ მიიღოს, რადგან ადამიანი თავისუფალია არსებითად შექმნილი ღვთისგან თავისუფლად და თავისუფალია თავის არჩევანში. მაცხოვრის განკაცებით იწყება სწორედ იმ აღთქმის განხორციელება, რაც ადამ და ევას მიეცა და ძველი აღთქმის ისტორიას გაზრდებს ეს, რომ მოვიდოდა მხსნელი მესია, რომელიც გამოიყვანდა მათ ცოდვის შედეგიდან. ამდენად ძველ აღთქმას ურღვევი, ცოცხალი კავშირი აერთიანებს ახალ აღთქმასთან. უფალი თავადაა თავისი ხალხის კანონმდებელი. მან მოსეს მიერ დაადგინა ძველი აღთქმის ეკლესიის მსახურების სახე და მართვა. და როგორც ძველი აღთქმის მოვლენებში ჩაიდო ადამიანთა ხსნა, დაპირებული მხსნელის, ანუ მესიის მოვლენებით, ასევე ამ კანონებსა და წესჩვეულებებში იმთავითვე ჩაიდო დღევანდელი ეკლესიის სახე. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, რომლებიც შთაგონებულნი იყვნენ ზემოდან, გამუდმებით გვაუწყებდნენ მაცხოვრის მოვლენებაზე, ახალ აღთქმაზე, რაც ჩაიწერებოდა ადამიანთა გულებში, უდიდეს ნათელზე, რომელიც გააბრწყინებდა ბნელში მსხდომთ, ქრისტეს ეკლესიის დიდებულებასა და სიმტკიცეზე.
ამრიგად დღეიდან ჩვენი გადაცემების თემა იქნება ახალი აღთქმის ეკლესიის ისტორია. ჩვენ გიამბობთ ღვთის სიტყვაზე, რომელიც დასაწყისში იუდეველებს ეკადაგათ. მიწვდა ყველაზე შორეულ ქვეყნებსა და გააძლიერა ქრისტეს მორწმუნეებში ახალი, უკეთესი ცხოვრების რწმენა. ასევე ჩვენ შევეცდებით გაჩვენოთ წმინდა მახარებლების, პირველი ქრისტიანული აღმსარებლებისა და მოწამეების ცხოვრება. მაცხოვარი 33 წელიწადი ცხოვრობდა დედამიწაზე, მოქმედებდა, იღვწოდა. რჯულის კანონის მიხედვით 30 წლამდე არ შეეძლო მამაკაცს წაეკითხა თორა, ესე იგი, ძველი აღთქმის წიგნი, რომელიმე საწინასწარმეტყველო, რომელიც სინაგოგებში იკითხებოდა და აი, როდესაც 30 წლის ასაკში შესრულდა მაცხოვარი, შეუსრულდა 30 წელიწადი, სწორედ მაშინ მიეცა მას საშუალება, რათა წაეკითხა სინაგოგაში ძველი აღთქმის წიგნი და ამის შემდგომ მან განაცხადა, რომ მესია, რომელსაც ელოდებოდნენ, სწორედ ის არის. და იმ პირველივე ქადაგებიდან მის დამის წამოვიდა წინააღმდეგობა, ჩათვალეს, რომ ეს არის იოსების ძე და ახლა ღმერთად აცხადებს თავის თავს და დაუპირეს მას ჩაქოლა. აი ამ პერიოდიდან მაცხოვარი იწყებს მოქმედებას, 3 წელიწადი იქადაგა და შემდგომ, როგორც ვიცით ყველამ, მოხდა მისი ჯვარცმა. ჯვარცმის მეშვეობით მოხდა სწორედ ადამიანის როგორც სულის, ისე სხეულის გამოსყიდვა. ესე იგი, ჯვარზე მოხდა დამშვალვა სიკვდილისა, ესე იგი, დაასრულა ამით უფალმა სიკვდილი და დაიწყო ახალი ცხოვრება. რადგან ადამიანი არის შექმნილი როგორც სულით, ისე ხორცით. და ამიტომ, როგორც მამები ამბობენ, ცოდვის შემდგომ ხორცი შემოვიდა დაავადება, სიკვდილი, ხწნადობა, რომლისგანაც აღდგომის შემდგომ გაანთავისუფლა ადამიანი მაცხოვარმა და მიეცა განსპეტაკებული სხეული, ესე იგი განწმენდილი სხეული, რომელიც აღარ განიცდის სიკვდილს, აღარ განიცდის დაავადებას, აღარ განიცდის ცვალებადობას და სიბერეს. სახარება გვაუწყებს ადამიანების მიმართ მამა ღმერთის უდიდეს სიყვარულზე, რაც წარმოადგენს ქრისტეს მოვლინების პირველ მიზეზს. ღმერთმა ისე შეიყვარა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს მარადიული სიცოცხლე. ამის და შესაბამისად ყოვლადწმინდა სამება მარადიული სიყვარულის ბჭობით წარმოგვიდგება, რომელშიც ადამიანის შესახებ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, შეთანხმებულად ხდება მსხვერპლშეწირვა. როგორია ეს ჩანაფიქრი? წმინდა მამათა განმარტებით იგი სულაც არ წარმოადგენს ღვთის განგებულებას, უბრალოდ დააბრუნოს ადამიანის სამოთხისეულ მდგომარეობაში. არამედ აზიაროს იგი თავისთან, ღვთაებრივ ღირსებებს. სწორედ ამიტომ გახდა ღვთის მოვლინება ამ ქვეყანაზე საჭირო. დანარჩენი ყველა სხვა საქმე არ საჭიროებდა ღვთის ძის განკაცებას. ჯოჯოხეთზე გამარჯვებას კი შესაძლებელი იყო ღვთის მხოლოდ სურვილით, ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე. მაგრამ ღმერთი ხდება ადამიანი, რათა თავისი ძალით განკურნოს ადამიანური ბუნება ცოდვისაგან და მიწიერი ცხოვრებიდან, სიკვდილის, ჯოჯოხეთური ტყვეობის განსაცდელებიდან იგი აღადგინოს და ამაღლოს ღვთაებრიობამდე. ამისთვის კი ჯვარს ეცვას და ამ კოსმიური ჯვარცმითა და აღდგომით ძირეულად შეცვალოს სამყარო. ჯოჯოხეთი, რომელიც მანამდე დაფარული იყო როგორც კოსმოსის ნაწილი, დემონური ძალების საყრდენი, ქრისტეს გარდამოსვლისას კარგავს ადამიანის სულზე მეუფებას. ამ ამბის განმარტებისას წმინდა მამები საუბრობენ მახეზე, ან ანგესზე, რომელსაც სიბოროტისა და სიამაყის გამო წამოეგო ეშმაკი. ღვთის ძეში, რომელიც ჩამოვიდა სუსტი, უცლური ადამიანის სახით დედამიწაზე, ეშმაკმა ვერ შეიცნო ღმერთი და ვერც იმ ცდუნებას გაუძლო, რომ არ მოეკლა და არ ჩაეგდო ჯოჯოხეთში. ეს ნადავლი კი ვეღარ შეითავსა ჯოჯოხეთმა, რადგან სიკვდილს არ შეუძლია იმეფოს მასზე, ვინც თვითონაა მარადიული სიცოცხლე. და ჯოჯოხეთი იძულებული გახდა ქრისტესთან ერთად ამოენთხია მართლთა სულები თავისი მუცლიდან. ეს გახლავთ კულმინაცია დიდ მარხვასა და კერძოდ ვნების შვიდეულში. ასე ხდება გადასვლა დიდი შაბათისკენ, რომელსაც მოყვება აღდგომის ღამე. უფალი კვდება ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანივით, მაგრამ მესამე დღეს აღსდგება ამარცხებს სიკვდილს და ამით გვჩუქნის აღდგომასა და სიცოცხლეს ყველას, ვისაც სწამს იგი. 40 დღის შემდეგ აღდგომიდან კი იგი დიდებით ამაღლდება ზეცად. უფალმა მოაწყო და განამტკიცა თავისი ეკლესია დედამიწაზე. დაპირდა მოწაფეებს, რომ მუდმივად იქნებოდა მორწმუნეთა შორის და გაუგზავნიდა მათ წყალობას და შემწეობას ზეციდან. მოციქულებს,
რომლებიც მიყვებოდნენ მას და უსმენდნენ მის სწავლებას, იგი უბრძანებს გაავრცელონ ეს სწავლება მთელ დედამიწაზე. იგი ანიჭებს მათ ძალაუფლებას მიიღონ და შეუნდონ ადამიანებს ცოდვები, აკეთონ სასწაულები, გეძლევათ ახალი აღთქმა, გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. ამითი შეგიცნობენ თქვენ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი. ღვთისა და ადამიანის სიყვარული. აი რა უნდა ასულთქმულებდეს მორწმუნეს, რა უნდა ამოქმედებდეს, რა უნდა აძლევდეს სიფხიზლისა და მოთმინების უნარს. უფალმა იცის, რომ მისი მოწაფეები უცლური და სუსტები არიან. ის საქმე კი, რასაც ის მათ ავალებს, რთულია, მაგრამ ის პირდება მათ ნუგეშინის მცემელის გამოგზავნას, ჭეშმარიტების სულს, რომელიც დააყენებს მათ ჭეშმარიტების გზაზე, გაახსენებს ყველაფერს, რასაც ის ეუბნებოდა და მისცემს მათ სიბრძნესა და ძალას. უფალმა იცის, რომ მისი მოწაფეები დევნაში იქნებიან. გდევნიან, სინაგოგებსა და საპყრობილეებში ჩაყრიან. მეფეთა წინაშე წარგადგენენ და ხელმწიფეების წინაშე ჩემი გულისთვის, მაგრამ ნუ იზრუნებთ ადრეულად რა თქვათ და რა უპასუხოთ, რადგან მე მოგცემთ სიბრძნეს, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგება. 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა უფალი მოწაფეებს, ესაუბრებოდა ცისას უფელზე და რასაკვირველია ამ ხნის მანძილზე აძლევდა ყველა დარიგებას. როგორ გადაეცათ მისი სწავლება. წადით მთელ ქვეყანაზე, უქადაგეთ სახარება ყველას. ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არ ირწმუნებს გასამართლდება. მორწმუნეებს კი თან ექნებათ ასეთი ნიშნები. ჩემი სახელით განდევნიან დემონებს, ისაუბრებენ ახალი ენებით, გველს ხელში აიყვანენ და თუ ვინმე სასიკვდილო სასმელს შესვამს, იგი ვერავნებს მას. დაადებენ ხელს სნეულებს და ისინიც გამოჯანმრთელდებიან. წადით, ასწავლეთ ყველა ხალხს, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სული წმინდის სახელით. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე თქვენგად მოგეცით და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთვის საუკუნეებთა აღსასრულამდე. პირველი ცნობები ქრისტიანული ეკლესიის გავრცელების შესახებ მოცემულია ლუკას მიერ დაწერილ მოციქულთა საქმეების წიგნში. დიდი წყალობაა ღვთისგან, რომ ჩვენ გვაქვს პირველი წლების ღვთივშთაგონებული სწავლების წიგნი, თვითმხილველისაგან დაწერილი, რაც არ გვაძლევს მასში დაეჭვების საბაბს. ამას ემატება აგრეთვე მოციქულთა ეპისტოლეები. რასაკვირველია, მოციქულთა ყველა რჩევა დარიგება როდია შესული ამ ეპისტოლეებსა და საქმეების წიგნში. თავად ეპისტოლეებიდან ვიგებთ, რომ ეპისტოლეების გარდა მოციქულებს ჰქონდათ ზეპირი გადმოცემებიც. ზეპირმა გადმოცემებმა კი შემოგვინახეს ცნობები ეკლესიის აგებულებაზე, ღვთისმსახურების წესებზე, ტრადიციებზე, სწავლებასა და მის მმართველობაზე. ამ გადმოცემებში წმინდა მამებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ქრისტიანობის პირველ წლებში, შეინარჩუნეს ეკლესიის პირვანდელი სახე, რომელიც ჩამოყალიბდა მოციქულთა დადგენილებებსა და იმ ზეპირ გადმოცემებში, რომლითაც სარგებლობდა სამოციქულო ეკლესია და იგი ასევე უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნის აღსასრულამდე.